ქართული ოცნების რომელიმე ლიდერს და არა მარტო ლიდერს, არამედ რიგით წევრსაც რომ ვკითხო, აი ასე მაგალითად ირაკლი ზარქუას კრასად ულკებს რომ დაასდევს ვაკესა თუ ვერაზე თბილისში მოკლედ და შესაძლოა სხვა ქალაქებშიც და ქვეყნის ფარგლებს მიღმაც დუბაიში მაგალითად კრასად ულკებს რომ დაასდევს იმ ირაკლი ზარქუას რომ ვკითხო კოლექტიურ ირაკლი ზარქუას ბაიდენი ამერიკის 46-ე პრეზიდენტი იყო საშინელი კაცი საშინელი კაცი იმიტომ რომ ბაიდენმა ჩაითრია უკრაინა ომში ბაიდენმა დაავალდებულა უკრაინა რომ მას წინააღმდეგობა გაეწია ესეთი ვეშაპი რუსეთისათვის რომელიც რასაკვირველია გაიმარჯვებდა ზარქუა კი არა რომელსაც ჩალის ფასი აქვს არამედ ჩალის ფასი რომ არა აქვს ის ირაკლი კობახიძეც და ოქროს ფასი რო აქვს მართლაც ქართული ოცნებისთვის ყოველ შემთხვევაში იზბიზინა ივანიშვილის ფიქრობენ ასე. ბაიდენი იყო ცუდი კაცი, არა ცუდი კი არა მხოლოდ, არამედ საერთოდაც თუ ვინმე იყო ოფიციალური ხელისუფლებებიდან, დასავლეთის ქვეყნების ოფიციალური ხელისუფლებებიდან Deep State-ის წარმომადგენელი, სწორედაც რომ ჯოზეფ ბაიდენი იყო, რომელმაც ურთიერთობა გააფუჭა რუსეთთან, რომელიც მას ჩაითრია უკრაინა ომში, რომელიც დაეხმარა, თუმცა როგორ დაეხმარა ხო გახსოვთ 61 მილიარდის თაობაზე რამდენი ხანი აწვალეს უკრაინა, რომელიც დაეხმარა უკრაინას, აიარაღებდა უკრაინას. და უკრაინის შტერი ლიდერიც ამათეული გაგებით ჩაერთო ამ ომში გაწყვიტა ზელენსკი, ესენი ხო ზელენსკის ვერიტარენ მათ შორის, იმიტომ რომ ზელენსკიმ ჩაიდინა ყველაზე უფრო მეტად ანტიბიზინას აქციელი, აი დიამეტრალურად განსხვავებული 180 გრადუსით განსხვავებული საქციელი ამ თვალსაზრისით ზელენსკი იქით იყოს და ისინი ვერ იტარენ ზვიარ გამსახურდიას ისინი ვერ იტარენ მიხეილ სააკაშვილს ვინც ხელი უკუღმა აარტყა რუსეთის ფედერაციას რამდენადაც ეს ვეება სახელმწიფოა ხალხო როგორ შეიძლება გაუბედოს საერთოდაც იმპერიას ეს ყველაფერი იქნება დიპლომატიით გამოძრე იქნება ქიცინით ან ელარჯის წელვით ან ღვინის შეთავაზებით ან ტაში და ფანდურით გამოძრე და უნდა გამოძრე კიდეს თუ ხარ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ასე ფიქრობს ბიზინა ივანიშვილი და ყველა გამობიზინებული და აქედან გამომდინარე ზვიაც და ბიშას ჩვენ სინამდვილეში და იმ სინამდვილეში კი ზელენსკის ვერ იტარენ და ბაიდენი კი ზელენსკის ნაჩალნიკი იყო ხო და ამ ბაიდენმა დასასრულს საკუთარი პრეზიდენტობისა ანუ 25 წლის 20 იანვარს ის გადის ოვალური კაბინეტიდან და 24 წლის 27 დეკემბერს აი ერთი თვეც კი არ არის დარჩენილი წარმოიდგინეთ ბაიდენი და ბაიდენის ადმინისტრაცია იღებენ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე რომ რუსეთის წინააღმდეგ როგორც იქნა იღებენ ამ გადაწყვეტილებას დააწესონ უმკაცრესი საკციები ეს არ ნიშნავს იმას რომ მანამდე ანუ 27 დეკემბრამდე მთელი 24 წლის 2024 წლის განმავლობაში იანვრიდან მიდე დეკემბრის ჩათვლით 23 წლის განმავლობაში იანვრიდან მიდე დეკემბრის ჩათვლით 22 წლის განმავლობაში თებერვლიდან მიდე დეკემბრის ჩათვლით სანქციები არ ჰქონდა დაწესებული შეერთებულ შტატებს არა როგორ გეკადრებათ რას ბრძანებთ ბაიდენი არ მინდა თქვა ხშირად მეთქი ბაიდენის დროინდელი შეერთებული შტატები მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში მაინც არ მომითვლია მაგრამ ესე 5 ჯერ თუ 6 ჯერ სანქციები დააწესა რუსეთის წინააღმდეგ მე ვერ ვიტყვი სხვათაშორის რომ ყველა სანქცია იყო უმზაფრესი და უმკვეთრესი მაგრამ იმას კი ვიტყვი რომ ეს სანქციები იყო და აი ამ 27 დეკემბრის სანქციებში გაგიკვირდებათ და მოხდა ბიზინა ივანიშვილიც და აქედან გამომდინარეც დამატებით ქართველი რუსები ანუ ზარქუები და კობახიძეები პაპუაშვილები და მდინარაძეები და პირველ ყოვლისა კი ბიზინა ივანიშვილი უბრალოდ ვერ იტანენ ჯოზეფ ბაიდენს და მის დროინდელ მისი პერიოდის ამერიკის შეერთებულ შტატებს და სულ ამბობენ რომ აი დაამოვიდა რა პრეზიდენტი ტრამპი 47-ე პრეზიდენტი რომელიც ებრძვის დღესაც ხშირად ახსენებს პრეზიდენტ ბაიდენს ის ანუ პრეზიდენტი ტრამპი დაამარცხებს Deep States ზაზაშათირიშვილი არ ამბობს დანარჩენი ყველა ამას ამბობს დაამარცხებს Deep States და დაამარცხებს თუ არა Deep States სუფთა ფურცლიდან დაიწყება ჩვენი ურთიერთობები თითქოს არ ყოფილიყოს ეს უსაინტერესო ესი ეპოქა დაწყებული ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას დროს მე შემიძლია გავიხსენო ხალბატონი დოდონა კიზირია რომელიც ახლა ამერიკაში შეერთებულ შტატებში და მაშინაც ცხოვრობდა ჩართული იყო ამ პროცესში ბატონი გოგი ხოშტარია ჩართული იყო ამ პროცესში აღარ არის ცოცხალი ბატონი გოგი გაჩეჩილაძე
პრეზიდენტ გამსახურდიას და უკვე შემდგომ პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველი ჩართული იყო ამ პროცესში პროფესორი გააჩეჩილაძე. ძალიან ბევრი იყო ჩართული თედო პაატაშვილი, რომელიც გამსახურდიას დროიდელი უზენაეს საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე იყო, ჩართული იყო ამ პროცესში, ვინ არა. და ეს ურთიერთობები სათავეს იღებს 90-91 წლიდან 2026 წელია. ახლა წარმოიდგინეთ 36 წელიწადია გასული და ახლა ეს ჩალის ტვინიანები ჩვენ გვეუბნებიან, რომ სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოსო, თითქოს არ ყოფილიყოს კოვიდის დროს ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება ჩვენთვის, თითქოს არ ყოფილიყოს ცეხეპატიტის ელუმინაციის პროგრამა ჩვენთვის, თითქოს არ ყოფილიყოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, რომელიც დაგვიფინანსა შეერთებულმა შტატებმა, ანუ ქართული ჯარის ფეხზე დაყენების პროგრამა, თითქოს არ ყოფილიყოს ის მინიმუმ 6 მილიარდი და ფულსაც თავი დაანებეთ ის მხარდაჭერა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გამოხატა და გამოთქვა ჩვენთან მიმართებაში და ჩვენთვის ამ 36 წლის განმავლობაში. და სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ, იმიტომ თურმე, რომ შალვა პაპუაშვილს ირაკლი ზარქუას ან პირიქით ირაკლი ზარქუას შალვა პაპუაშვილისა და გიბოდიშებთ გათხოვებისა ეშინია და ამერიკის შეერთებულ შტატების თუ მოგთხოვს გათხოვებას ზარქუასი თუ პაპუაშვილის, ამ შემთხვევაში არც სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ და არც შევსებული ფურცლებიდან. აი ამგვარ ტიპებთან აგვაქვს საქმე. ხო და ეხლა ისევ ტრამპი უნდა ვახსენო. სუფთა ფურცლიდან რომ ვერ დაიწყო ურთიერთობა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და არა დაიწყო, იმიტომ რომ ტრამპის ამერიკა, რომელიც შემოსულია კავკასიაში, განა არა. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ამერიკის სახელმწიფო ინტერესების გარდა დემოკრატიის არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესს ვერა და ვერ უზრუნველყოფს, აკმაყოფილებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება და აი სწორედ აქ მივადექით მთავარ სათქმეს. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ, პრეზიდენტმა ტრამპმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთს სანქციები კიდევ ერთი, აი ეს სანქციები 27 დეკემბერს 2024 წლისა, რომ დააწესა ბაიდენის ადმინისტრაციამ ტრამპისთვის მართლაც საძულველმა გაახანგრძლივა 1 წლით. ამის შესახებ დოკუმენტს 1424 არმასრულებელი ბრძანებით დადგენილი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას რუსეთის წინააღმდეგ მან ხელი 4 მარტს მოაწერა მის მიერ კონგრესისადმი გაგზავნილ ოფიციალურ შეთანხმებაში ნათქვამია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ოღონდ ამ სანქციების, სწორედ ამ სანქციებისა და გამო სახაზინო დეპარტამენტს დაწესებული აქვს სანქციები ოლიგარქ ბიზინა ივანიშვილის მიმართ თუ წინააღმდეგ და ახლა კითხვა მაქვს, კრასატულებს რომ დაძდებს იმ ირაკლი ზარქუასთან ან იმ ირაკლი კობახიძისათვის, რა ხდება მეგობრებო? რა ვერ გადატვირთეთ ურთიერთობები და ვერც გადატვირთავთ. იმიტომ რომ შეერთებულ შტატებში ჯერ ეგერთი ინსტიტუციური დემოკრატიაა და მერე მეორე შეერთებულ შტატებში რაც თავარია შესანიშნავად იციან, რომ ბიზინა ივანიშვილი წავიდა ქართველი ხალხის ერთი და მეორე კაცობრიობის წინააღმდეგ, როდესაც ჩაიდინა ის დანაშაულები, რა დანაშაულებით ჩაიდინა უბრალოდ. ახლა ირანის რთული პროცესია, ეგ რა მაგის პასუხია. ირანის საქმის მომთავრება მომრგვალების შემდეგ რიგში კუბა, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ გასაკვირველი არა ისეთი სიმძაფრეებით, როგორი სიმძაფრეებიც და უხეშობას გამოიყენა შეერთებულმა შტატებმა ირანში, მაგრამ განცხადებათა დონეზე დადგება რიგი ბიზინა ივანიშვილისა, რომელიც კვლავაც სანქციებულია. შეეძლო ტრამპს ეთქვა, სახაზინო დეპარტამენტს ეთქვა, სახელმწიფო დეპარტამენტს ეთქვა, რომ ამოღებული იყოს სანქციების სიიდან ოლიგარქი ივანიშვილი, იმიტომ რომ აგე პირველი ლედი და არაჩვეულებრივად ისე მას რა უთხარი გამოვიდა. აგე ყაველაშვილი სადღაც შეხვდა, აგე კობახიძე რაღაცას ამბობს, აგე ორბანმაც იზგვითხრა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებაზე და იქნება და გადავხედოთ მით უმეტეს თუ საბოლოო ჯამში არ იქცევიან ცუდად, აგე 9.9%-ია დაგვზრდა ეკონომიკისა და ასე შემდეგ. ვერა შესანიშნავად იცის ვაშინგტონმა რას ჩადის ივანიშვილი და რას ჩადის ივანიშვილის თავკაცობით საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება. ამიტომ დანედობა გიბოდიშებთ და უბრალოდ არ იქნება. ელოდეთ განცხადებებს ვაშინგტონიდან და ქმედებებსაც.